რა პრობლემები აქვს აზერბაიჯანში არსებულ ქართულ სალოცავებში? პრესკონფერენცია ბუბა კუდავამ, გოჩა სუთიძემ და ბონდო კუპატაძემ გამართეს და საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს. მათი ინფორმაციით, ისტორიულ ჰერეთში 7000 ქრისტიანი ქართველისთვის ერთადერთი მოქმედი კახის წმინდა გიორგის ეკლესია თვეზე მეტია დაკეტილია, რადგან მამად ემეტრეს აზერბაიჯანში შესვლის უფლებას არ აძლევენ. პრობლემა ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებითაც, სადაც ბერებს წელიწადში მხოლოდ ორჯერ გიორგობის დღესასწაულებზე შეუძლიათ რელიგიური რიტუალის აღსრულება. ერთი თვის წინ ქართველ მღვდელს, რომელიც იქ მსახურობდა, არ მიეცა საშუალება გადაეკვეთა საქართველოს-აზერბაიჯანის საზღვარი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი მოქმედი ქართული ეკლესიაც დღეს არის ფაქტობრივად დაკეტილი. ყველამ, ვისაც ეს საკითხი მეტნაკლებად ეხება, ცდა არ უნდა დააკლონ, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა მოგვარდეს.